ჩვენ ვიმყოფებით ზესტაფონში, ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში, რადგან მოხდეს ჯანმრთელი პოპულაციის გამოკვლევა, მოხდეს ასევე დასკრინვა, ასე ვთქვათ, რომ გამოვავლინოთ ფარული პროცესები, რომელიც შეიძლება მიმდინარეობდეს და ქალბატონებმა ეს ყველაფერი არ იცოდნენ. აი ამას ემსახურება ზუსტად სკრინინგი და ამიტომ არის საინტერესო და ამიტომ ჩვენი მიზანი არის, რომ უნდა იყოს რაც შეიძლება დიდი მოცვა, რომ ძალიან ბევრი ქალბატონი გამოიკვლიოს და მათ შორის მოხდეს აი ესეთი შემთხვევითი აღმოჩენები აი ამ ვერაგი დაავადებისა. ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში კლინიკა ჰერამ უკვე ძალიან ბევრი რაიონი მოიარა. ამჯერად ჩვენ ვართ ჩამოსულები ზესტაფონში. ზესტაფონში შედგა 2 დღიანი ვიზიტი და 2 დღის ფარგლებში საკმაოდ დიდი რაოდენობა ქალბატონების გამოვიკვლიეთ უკვე და ძალიან კარგია რომ აი ამხელა დაინტერესება გამოიწვია ზესტაფონში ჩვენმა ვიზიტმა. ჩვენ უკვე წლებია ვახორციელებთ აი ამ ინტერვენციას და ყოველ წელს აი ესეთი მაღალი შედეგები არის ფათაშორის ზესტაფონში. ჩვენთან ჩაიტარებენ სკრინინგს, შემდეგ მოხდება 2 რადიოლოგის მიერ უკვე აი ამ სურათების გაშიფრა და რამოდენიმე დღეში დაახლოებით 10 სამუშაო დღის ვადაში ჩამოდის უკვე პასუხები აქ ადგილობრივად, სადაც უკვე წერია ჩვენი დასკვნები, ჩვენი რეკომენდაციები და შემდეგი გზები რა უნდა გააკეთონ ამის შემდეგ. ნორმის შემთხვევაში არის პირველი მოდის და ყოველ 1 წელიწადში ვიღებთ, რაიმე სახის პათოლოგია არის, მაშინ მოდის უკვე და ვეუბნებით ყოველ 3 თვეში ან 6 თვეში მობრძანდით და კვლავ გადაგიღებთ და დამატებით ჩავატარებთ ულტრაბგერით კვლევას და ვაძლევთ რეკომენდაციას მამოლოგთან გაიაროს კონსულტაცია. არასდროს არ ყოფილა თვარი ასე წყნარი. დუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი ქრონით იწვევს, ცისფერლანდებს და ხეებში აქსოვს, ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერცამი არ მახსოვს. ქართველმა ერმა ძალიან კარგი ტიტული მიანიჭა მას, პოეტთა მეფე. და პოეტმა კიდევ განაცხადა, რომ იმ ღამეს ჭყვიში ვერ დიოდა წყნარად რიონი, თურმე იმ ღამეს დაიბადა გალაქტიონი. მე ასე მგონია, რომ მის გარეშე, გალაქტიონის გარეშე ჩვენთვის მისი პოეზიის თაყვანისმცემლებისთვის და ასეთი მთელ საქართველოში ბევრია, ხიბლი არ ექნება ჩვენს ცხოვრებას. თქო, იმიტომ რომ არ არსებობს ჩვენ გახარებულები ვართ თუ ნახვლიან ხასიათზე, რომ არ ამოგვიტივტივდეს ხოლმე მისი ლექსის ტრიქონები. და სანამდე იქნება ალბათ საქართველო და udam იქნება, როგორც რუსთაველის სახელი არის უკვდავი, ასეთი უკვდავი იქნება გალაქტიონი, ეს თვითონაც თავადაც იწინასწარმეტყველა მან ჩემთვის დღესავით არის ნათელი, რა სიტყვის ჩემზე შთამომავლობაო. ერთი ნაკლებ შეიძლება ბევრისთვის უცნობი ლექსი აქვს ასეთი გალაქტიონს. იავარდი რომ არ არის, სად მოკრიფო. საქართველო მხოლოდ პრასა და კინძია. საქართველო ერთ დროს იყო სახელმწიფო. საქართველო ახლა არის პროვინცია. მე მგონი ეს ლექსიც და კიდევ ძალიან ბევრი ლექსი ჩვენ ხშირად გზას გვასწავლის, რა უნდა გავაკეთოთ და აი ეს ლექსის ტრიქონებიც გვასწავლის ჩვენ, რომ ყველა ქართველი მიუხედავად ჩვენი განსხვავებული პოზიციების ერთ რაღაცაზე აუცილებლად უნდა შევჯერდეთ, რომ მუდამ ვესწრაფოდეთ, რომ საქართველო იყოს სახელმწიფო და არა პროვინცია და ამისთვის ალბათ თითოეულმა ქართველმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. ასე დაგვიბარა გალაქტიონი. დღეს არის ბუმბერაზი ადამიანის გალაქტიონ ტაბიძის დაბადების დღე. 134 წელი გავიდა გალაქტიონის დაბადებიდან. ეს იყო მართლა მოვლენა, ძალიან დიდი მოვლენა ქართულ ლიტერატურაში, ზოგადად საქართველოში, იმიტომ რომ მსგავსი დონის პოეტი არა თუ საქართველოში, სოფლიოში იშვიათად იბადება, რა ვიცი, ჩემთვის ასეა გალაქტიონი, განსაკუთრებულია თავისი რთული, მაგრამ გამორჩეული შემოქმედებით. მე 12 კლასი გადის ზოგადად გალაქტიონის შემოქმედებას და აი სულ ველოდობი ხოლმე იმ დღეს, როცა უნდა დავიწყოთ ჩვენ გალაქტიონი, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს და ვცდილობ რომ ეს ჩემი ემოცია მივაწოდო ბავშვებს, ავუხსნა, ვესაუბრო ამ შემოქმედზე და ის სირთულე რაც მის შემოქმედებას აქვს, ვცდილობ რომ მარტივად გადავცე ბავშვებს და გალაქტიონი შემოქმედება რაღაცნაირად თითქოს ბოლომდე არც არის
შესწავლი რთული, რადგანაც არის მით უმეტეს 21 საუკუნის ახალგაზრდებს უჭირთ წიგნთან ნაკლები კონტაქტის გამო მისი გაგება, მაგრამ მასწავლებლები ვცდილობთ, რომ სხვადასხვა აქტივობით მივაწოდოთ ეს და სიმბოლური იყო ისიც, რომ დღეს მოგვიწია, ზუსტად გალაქტიონის დაბადების დღეს მოგვიწია, გავცნობოდით ამის შემოქმედს, დავიწყეთ მისი შემოქმედების გაცნობა დღეს, ვესაუბრე სიმბოლიზმზე, ვესაუბრე გალაქტიონის ბიოგრაფიაზე და ზოგადად კარგი იქნება თუ ასეთი შემოქმედები უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევთ, გვექნებათ, რომ ჩვენც მასწავლებლებს რომ მეტად უფრო მივიტანოთ ბავშვებთან მისი შემოქმედება, უფრო ახლოს გავაცნოთ და სხვადასხვა გვექნება იმის საშუალება და ბავშვებსაც ექნებათ სურვილი, რომ მიიღონ სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა, რათა კარგად გაეცნონ ამ შემოქმედს. ჩვენ გმავთ ექსკურსიაც გვინდა გალაქტიონის სახლ-მუზეუმში და სამწუხარო ოღონდ მისი ცხოვრების ეს დასასრული არ იყო მოულოდნელი, თუმცა ძალიან სამწუხარო. რა ვიცი, დავასრულებ იმით, რომ როგორც ერთია ქვეყანა მთელი, ისე ერთია გალაქტიონიც. სიმბოლურად დაეთქვა დღევანდელ დღეს, რომ გალაქტიონის დაბადების დღეა და თანაც ჩვენმა ქართველის პედაგოგმაც სიმბოლურად აგვიხსნა ეს ყველაფერი. მიცა დატვირთვა ამ დღეს, იმიტომ რომ გალაქტიონი ვიცით, რამდენად თავისებურებით გამოირჩეოდა, როგორი ადამიანი იყო. ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მისი ცხოვრების ეპიზოდები, რაც გვაძლევს საშუალებას გავიგოთ უფრო კარგად, ღრმად მისი მეტაფორები, რომელიც მის ლექსებს ამკობდა. ზოგადად სიმბოლიზმი ასეთი ერთგვარი ფენომენია, ეს მიმდინარეობა, რომელიც გამოირჩევა ზოგადად ასეთ. ეს რა ლექსიც განვიხილეთ მე და ღამე, ძალიან დიდი შინაარსის შემცველი იყო. ზოგადად მნიშვნელოვანია გავარჩიოთ თითოეული სტროფი, თითოეული ტაიპი, იმაში ყოველგვარი აზრი დევს, შეგვიძლია ყველა სიტყვიდან რაღაცა გადატანითი მნიშვნელობა ვიგულისხმოთ. ეს არის სწორედ მასთვის დამახასიათებელი და ეს ხდის სწორედ გალაქტიონს უდიდეს ავტორს, უდიდეს პოეტს. უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის წარმოების, სამართალდარღვევის მუხლის კვალიფიკაცია შესაძლოა შეიცვალოს, ჯარიმების ოდენობა კი გაიზარდოს. ამას პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ მოამზადა და პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინა. კანონის დღეს მოქმედი რედაქციის გათვალისწინებით თვითმმართველ ქალაქში ჩადენილი სამართალდარღვევა ჯარიმდება 3000 ლარით, მუნიციპალიტეტის დასახლებაში ქალაქში 2000-ით, დაბასა და სოფელში კი 200 ლარით. პარლამენტში წარდგენილი ცვლილების პროექტის მიხედვით მოცემული ჯარიმები სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ჩადენილი სამართალდარღვევისთვის 25000 ლარით განისაზღვრება, ხოლო იგივე სამართალდარღვევა კერძო საკუთრებაში უძრავ ქონებაზე 8000 ლარით. ამავე პროექტის მიხედვით უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან და დემონტაჟის წარმოება, შენობა, ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელად ან საინჟინრო კომუნალური ქსელების უნებართვო რეკონსტრუქცია დაჯარიმებას გამოიწვევს 4000 ლარის ოდენობით. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილებები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მოამზადა. სუპერლიგის მე-6 ტურის დასრულების შემდეგ ზესტაფონის საკალათბურთო გუნდი მარგვეთის სატურნირო ცხრილის ლიდერია. ჩვენი ქალაქის გუნდს 6 თამაშის შემდეგ 10 ქულა აქვს. მე-6 ტურში მარგვეთმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს 7 ქულიანი უპირატესობით მოუგო. 92-85 ასე დასრულდა მეტოქეთა დაპირისპირება, რომელიც ზესტაფონის სპორტის სასახლეში გაიმართა. მასპინძლებისთვის ტურის ამ მატჩის მოგება მეტად პრინციპული იყო. 4-ვე პერიოდი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ხან ერთი გუნდი იყო წინ, ხან მეორე. პირველი პერიოდი მარგვეთმა 26-17 მოიგო. მეორეში კი კავკასია გალიდერდა და მასპინძლები მთელი 9 ქულით ჩამოიტოვა. დიდი შესვენების შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ზესტაფონმა ჩამორჩენა დაძლია და მესამე 10-წუთიანი პერიოდი გამარჯვებით დაასრულა. განსაკუთრებით დაძაბული იყო ბოლო პერიოდი. თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა. საბოლოოდ კი მასპინძლებმა იმარჯვეს და მიმდინარე სუპერლიგაში მე-4 გამარჯვება იზეიმეს. განსაკუთრებით შედეგიანები DJ დევისი და
დალტონ ბენქსი იყვნენ. დევისმა 28 ქულა ჩააგდო, ბენქსმა კი 10 ქულა, 8 პასი, 5 მოხსნა და 5-იც ჩაჭრა დააგროვა. ამ გამარჯვებით ზესტაფონი სატურნირო ცხრილის მონაწილე გუნდების სათავეშია. სუპერლიგაში ახლა შესვენებაა, რისი მიზეზით სანაკრებო პაუზაა. მე-7 ტურის მატჩები კი 5, 6, 7 დეკემბერს გაიმართება.